მადლობა რომ ჩვენი სტუმარი ხართ. დავიწყოთ საუბარი პირველ რიგში რამდენად მნიშვნელოვანია ამ ქვეყნების მხრიდან გამოცდილების გაზიარება და რას მოგცემს ეს? საღამოშვიდობის ვიდრე საუბარს დავიწყებდეთ, მე ჩემი მხრიდან მოგისამძიმრებთ თქვენი კოლეგის ტრაგიკულად დაღუპვის გამო, ნამდვილად ძალიან სამწუხარო რამ მოხდა, ასევე იმის მიუსამძიმრებ ადამიანების ოჯახებს, ვინც ტრაგიკულად დაიღუპნენ, ასევე სტიქიის დროს დასავლეთ საქართველოში ნამდვილად მძიმე დღე არის დღეს და ესეთი ძნელია სიტყვების პოვნა ასეთ დროს, როდესაც ასეთი რამ ხდება. რაც შეეხება ჩვენ სასაუბრო თემას და ბალკანეთის ქვეყნებთან ურთიერთობას და ევროკავშირის კონტექსტში მათთან თანამშრომლობის გაძლიერებას, ეს იყო მთავარი იდეა იმ კონფერენციის, რომელიც ჩატარდა საქართველოში, ამის ინიციატორი გახდით ჩვენ, ქართული მხარე. მოვიწვიეთ ჩვენი დასავლეთ ბალკანელი კოლეგები იმისათვის, რომ გვემშელა რა პროცესებს გადიან ისინი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე. იცით, რომ ეს ქვეყნები დღეს არიან კანდიდატი ქვეყნები, ზოგიერთ მათგანს 10 წელზე მეტია აქვს უკვე კანდიდატის სტატუსი, უმეტესობა არის მოლაპარაკებების პროცესში, თუმცა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდი ხნის წინ მიიღეს კანდიდატის სტატუსები, ახლა იწყებს ზოგიერთი მათგანი მოლაპარაკებების პროცესს და სწორედ ეს არის ჩვენთვის საინტერესო, რა პროცესებს გადიან, რა პროცესები გაიარეს, რატომ დასჭირდათ 10 წლეული მაგალითად კანდიდატის სტატუსის მიღებიდან მოლაპარაკებების დაწყებამდე და გავუზიაროთ ერთმანეთს ის გამოცდილება, რაც ჩვენ გვაქვს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესში. ეს არის ორმხრივად საინტერესო, მათთვისაც ძალიან საინტერესოა. გამომდინარე იქიდან, რომ ნახეთ ევროკავშირთან ურთიერთობები ჩვენი ქვეყნისთვის ისე განვითარდა, რომ ჩვენ გვაქვს ასოცირების შეთანხმება, რომელზედაც საუბრობთ ხოლმე, რომ განსაკუთრებულ შესაძლებლობებს იძლევა განსაკუთრებით ეკონომიკური მიმართულებით, რაც სიახლეა მაგალითად დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვის, მათ ეს შესაძლებლობა არ ქონიათ აქამდე და ახლა იწყება ვთქვათ ამ მიმართულებით მუშაობა ევროკავშირის მხრიდან. ამ თვალსაზრისით, რა თქმა უნდა, მათთვის ჩვენი გამოცდილება საინტერესო, ჩვენთვის ასევე საინტერესოა რა პროცესები გაიარეს, რომ მოლაპარაკებები დაეწყოთ და ვფიქრობთ ეს საჭიროა ჩვენთვის, ჩვენი საზოგადოებისთვისაც, რომ იცოდნენ, ვიცოდეთ, იმიტომ რომ ძალიან ხშირად ჩვენ ვხედავთ სხვადასხვა საკითხით, რაც უკავშირდება ევროკავშირში გაწევრიანების პროცესებს, ეტაპებს, სპეკულაციებს, დღესაც საგარეო საქმეთა მინისტრი ყავდა კომიტეტზე, არაერთხელ გაჟღერდა უბრალოდ მცდარი ინფორმაცია თითქოს და უკრაინა და მოლდოვა უკვე არიან მოლაპარაკებების პროცესში, რაც სიმართლეს არ შეეფერება და რაღაცნაირად ცდილობენ ხოლმე რაღაც ტემპერატურა აწიონ, თითქოს ჩვენ რაღაცით ჩამორჩებით. ამიტომ არის საინტერესო, როგორ აფასებენ საქართველოს შანსებს და აი პოზიციას, დღეს არსებულ პოზიციას თქვენი ევროპელი კოლეგები, იმიტომ რომ ის რო საქართველოს ჩამორჩენილია, ეს რაღაცნაირად მეორდება, ცდილობენ რომ გაამყარონ ეს ნარატივი, რომ ჩვენ თითქოს უკან დავიხიეთ. რეალურად ევროპული გადმოსახედიდან რა სიტუაცია? კი, ნამდვილად ასეა, ცდილობენ რომ ეს ჩაბეჭდონ ადამიანების თავებში საქართველოში, რომ ჩვენ თითქოს რაღაცით უკან დგავართ უკრაინაზე, მოლდოვაზე, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებზე და ეს სხვაობა იმხელაა, რომ საქართველოს ძალიან გაუჭირდება, ასე ვთქვათ, ამ სხვაობის შევსება, რაც არის აბსოლუტური ტყუილი. ჩვენ ნახეთ მოწვეული ყავდა ევროკავშირის ელჩიც საქართველოში ამ ღონისძიებაზე, თუ ადევნებდით თვალყურს, მან ისაუბრა საქართველოს პროგრესზეც და მათ შორის გარკვეული მიმართულებებით სანიმუშოდ მოიხსენია მთელი რიგი რეფორმები, რაც დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისთვისაც უნდა იყოს საყურადღებო და სანიმუშო. ჩვენ ასევე ორმხრივ საუბრებში, როდესაც საუბრობდით რეფორმებზე, იქ ძალიან ბევრი მიმართულებით გამოჩნდა უპირატესობა, რაზედაც პერიოდულად ჩვენ საუბრობთ ხოლმე, ხო ქვეყნდება სხვადასხვა რეიტინგები, რაც მიანიშნებს იმაზე, რომ საქართველოს გარკვეული მიმართულებებით არის წინ და წინ უსწრებს ამ ქვეყნებს, მაგრამ სამწუხარო არის ის, რომ ჩვენივე ქართველი პოლიტიკოსები ოპოზიციიდან და დღეს უსმენდით მაგალითად გიორგი ვაშაძე იშველიებდა აღმოსავლეთ პარტნიორობის ინდექსს, რომელიც ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების, ასე ვთქვათ, მიწოდებული ინფორმაციების შედეგად
დგება და საქართველოს მესამედს როგორც ჩამორჩენილია საქართველოს ეს იყო მთელი მთავარი ხაზი. ახლა სინამდვილეში რა ხდება ჩვენ ამაზე სულ საუბრობდით მეც არაერთხელ მithქვამს პარლამენტში სესიების დროს მიმითითებია რომ ჩვენი სამ განსხვავება რაში იყო საქართველოს უკრაინის და მოლდოვას სამოქალაქო საზოგადოებას შორის მთელ ამ პროცესში რაც იყო განაცხადის გაკეთებიდან კანდიდატის სტატუსის მიღებამდე. გულისხმობ იმას რომ თუ მოლდოვას სამოქალაქო საზოგადოება იდგა ხელისუფლების გვერდით ამ პროცესში და უფრო მეტად ლობირებდა ხშირად და უფრო ხმამაღლა შეიძლება ითქვას კანდიდატის სტატუსის მიღებას მოლდოვასთვის, იგივე საკეთებდა უკრაინის სამოქალაქო საზოგადოება, თქვენ კარგად გახსოვთ რა ხდებოდა ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მხრიდან რა ქმედებებს ანუ ეს ადამიანები პირიქით იქცეოდნენ რომ რაც შეიძლება დაწეულიყო ეს რეიტინგი. გითქვამს რომ მზადდებოდა, აი თუ გახსოვთ მაგალითად 12 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით ჩვენი სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის მიერ მომზადებული ანგარიშები ბევრად უფრო კრიტიკული იყო და ბევრად უფრო ასე ვთქვათ ნეგატიურად წარმოაჩენდა საქართველოს ნაბიჯებს ვიდრე ევროპული მხარის და აი ამაშია განსხვავება როდესაც ადამიანები ახალაც ამბობენ რომ ის 9 პუნქტი რაც ჩვენ გვაქვს და ზოგადად მოლაპარაკებების გახსნა როგორც ოპოზიციის წარმომადგენლები ასევე სამოქალაქო სექტორის ცალკეული წარმომადგენლები ამბობენ რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში ვერ მოხდება და ადამიანებმა არჩევანი უნდა გააკეთონ სხვების სასარგებლოდ. ჩვენ ეს რიტორიკა გვესმოდა კანდიდატის სტატუსზე, მაგრამ ახლა გვესმის უკვე მოლაპარაკებების გახსნას. კი, ასეა ნამდვილად ჩვენ ასევე არაერთხელ გვითქვამს, რომ ოპოზიციის დიდი ნაწილი საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის საკითხს ხედავს არა როგორც მიზანს, არამედ ინსტრუმენტს, რომ რაღაც პოლიტიკური დივიდენდები მიიღონ ამ პროცესისგან, ხო? თუ ქართული ოცნების ხელისუფლება რაღაცაში იქნება წარუმატებელი, მაშინ ამით თქვათ მათ მოემატებათ, რომ ეს არის მთელი მარტივი ფორმულა მათი საქციელის და ამ ფორმულით მოქმედებდნენ ისინი კანდიდატის სტატუსის მიღებამდე და არც დაუმალავთ ხო, როდესაც კანდიდატის სტატუსი მივიღეთ, რამოდენიმე პოლიტიკოსი ხმამაღლაც კი მოთქვამდა, რომ ეს რა დაგვემართა და აწი რაღაცზე, ასე ვთქვათ, გავაკეთოთ, რაღა გვიჭირავს ხელში. ახლა შემდეგი ეტაპებია, ხო? აი ამ შემდეგი ეტაპების გამოყენება და ამის მცდელობა ხდება ეხლა, რომ ეს ეტაპები გამოიყენონ და დახატონ თითქოს ისე, რომ აი ქართული ოცნების პირობებში არაფერი არ გვეშველება, მაგრამ ახლა მე მგონი ყველა კარგად აცნობიერებს რა ჭირდა, რა არის მთავარი და ესეც იყო დასავლეთ ბალკანეთთან დიალოგის ინიცირების ერთ-ერთი მიზეზი, რომ ჩვენ ერთიანად ვისაუბროთ თავარ მიზნამდე როგორ უნდა მივიდეთ. თავარი მიზანი არ არის რაღაც ეტაპების გავლა, ხომ, ხოლო თავარი მიზანი არის როდის და როგორ უნდა გავხდეთ ევროკავშირის წევრები და ამის გზა არის ის, რაზედაც დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი საუბრობდა. კონკრეტული გეგმის დასახელებას, რა ვადებია, რა პუნქტებია, ეს რამდენად ადეკვატურია ამის მოთხოვნა, მით უმეტეს რომ სამოქმედო გეგმაც არსებობს და რეკომენდაციებიც არსებობს. ხო, ეს არის ახლა ეს სამოქმედო გეგმაც და ის რეკომენდაციებიც 9 ნაბიჯიც ხო რაღაც ერთი ეტაპია. ესეც არ არის ჩვენ ხო არ ველით რომ 9 ნაბიჯის შესრულების შემდეგ საქართველოს მალევე გახდება ევროკავშირის წევრი. ეს ასე არ ხდება, ხო, 9 ნაბიჯის შემდგომ კიდევ ბევრი რამ იქნება გასაკეთებელი და ეს არის მთელი პროცესი. მთავარი არის ჩვენ როგორ მივდივართ, როგორ ვემზადებით ევროკავშირის წევრობისთვის და ეს არის ზუსტად ის, რაზედაც ამას ვამბობდი, რომ საუბრობს დღეს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. ნომერი პირველი პრიორიტეტი არის ის, რომ ქვეყანა იყოს ეკონომიკურად მზად, რომ გავუძლოთ იმ კონკურენციას. ეს ხო დასამალი არ არის, რომ ჩვენ არ ვართ ისეთი ძლიერი ქვეყანა ეკონომიკურად, როგორც დღეს ევროკავშირის წევრი ქვეყნები არიან. დღეს მაგალითად სპეკულირებდნენ მიგრაციის თემებით, რომ გაიცალა საქართველო, ხო, რაღაც ბუნებრივი პროცესები, რომელიც ტრაგიკულად წარმოჩინდება, ხო? ეს ყველაფერი რომ არ იყოს, ამიტომ გვჭირდება მეტი ცოდნა, რა პროცესები გაიარეს ამ ქვეყნებმა და გადიან ეს ქვეყნები, რომ არ მოხდეს რაღაცა საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციის პროცესის ნეგატიურად წარმოჩენა
დაზიანება და დაზიანება და ჩვენი საზოგადოებრივი აზრის შესვლაც ამ საკითხებთან დაკავშირებით. რადგან ვახსენეთ სამოქალაქო საზოგადოება ამ ორგანიზაციების ნაწილი დღეს პრეტენზიას გამოთქვამს, რომ არ არის პროცესში ჩართული, თითქოს ეს ხელოვნურად ხდება, თუ შეგიძლიათ განმარტოთ რაზეა დამოკიდებული რეკომენდაციების შესრულების პროცესში მათი მონაწილეობა. თქვენ ახლა საზოგადოებაც ხედავს, ხო, სრული გახსნილობა იყო ქართული ოცნების, როგორც მართველი პარტიის მხრიდან, მაგალითად, და როგორც ჩვენ პასუხისმგებლობას ვგრძნობთ, რა თქმა უნდა, ხო, იმ პროცესებზე, რაც მიმდინარეობს ევროკავშირთან ურთიერთობებში და აქედან გამომდინარე ვაცნობიერებთ რა ამ ყველაფერს, თავიდანვე ღია კარით, ასე ვთქვათ, შევხვდით ყველას, ოპოზიციასაც, სამოქალაქო საზოგადოებასაც, რომ ყოფილიყვნენ ამ პროცესის მონაწილეები. ეხლა ძალიან რთულია, ხო, სამოქალაქო საზოგადოება დიდია და ამას ყველა აღიარებს, რომ საქართველოში არის ძალიან ბევრი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია და ძალიან რთულია მოძებნოს სწორი მექანიზმი, როგორც ჩართო ისინი ამ პროცესში. ჩვენ მაგალითად ხა კომიტეტებს პარლამენტში გვაქვს მუდმივი თანამშრომლობა, მეც როგორც ევროინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს არაერთხელ მომიწვევია სამოქალაქო საზოგადოების ადეკვატურად, ხო, რაღაცა რელევანტური უნდა იყოს თემასთან დაკავშირებული, უნდა იყოს მათი საქმიანობა. რთულია, ბევრი არიან, ამიტომ ყველაზე სწორი ფორმა იყო ის, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმასთან, იმ ორგანიზაციებთან, რომლებიც გაერთიანებული არიან ამ პლატფორმაში, ქონოდა თანამშრომლობა, იმიტომ რომ ეს ერთგვარად ამარტივებს და სამართლიანიც არის თანამშრომლობის ეს ფორმა, რომ ორგანიზაციები, ვინც მუშაობენ ევროკავშირზე, ადარდებთ ევროკავშირი, იყვნენ ამ პლატფორმის წევრები ან გამოიყენონ ეს პლატფორმა იმისათვის, რომ ჩაერთონ ამ პროცესებში. თუმცა ხედავთ სამოქალაქო საზოგადოებაშიც ერთგვარი პოლარიზება მოხდა ამ თემით და გაემიჯნენ ერთმანეთს და ვერ ახერხებენ. დღეს გამოთქმული პრეტენზიები რა მიზანს ისახავს ეს რეალურად აქვს სურვილი რომ მიიღონ მონაწილეობა თუ უბრალოდ კრიტიკის საბაბად იყენებენ? იცით რა, იგივე მიზანია, აქ მიზანი იგივეა, რომ პროცესი დაზიანდეს, პროცესი წარმოჩინდეს როგორც არასწორი, ხო? იქ თუ თქვენ მოგიწევთ კიდევ ერთხელ იმ წრის გავლა, რომელიც შარშანგავიარით, როდესაც ჩადიოდით ევროპაში სხვადასხვა პარტნიორებთან და მათგან ისმენდით პრეტენზიებს, ანუ ეს გველოდება ისევ? იცით, ალბათ ერთი ის არის, რომ ჩვენ ვხედავთ ახლა შეცვლილ რიტორიკასაც, ხო, საქართველოსთან დაკავშირებით, საქართველოს ხელისუფლებასთან დაკავშირებით, იმიტომ რომ ასე ვთქვათ, ცნობიერებაც აიწია, ასე ვთქვათ, ჩვენს პარტნიორებში, თუ ვის რა სურდა, უკვე აღარ დაიმალა, ხო, რაღაც უფრო სხვა სერიოზულობით და სხვა ურთიერთობებით ვაგრძელებთ ამ ნაბიჯებს ევროკავშირთან მიმართებაში, ხო. ნახოთ, ხა მე არ მაქვს ილუზია რომ მოხდება ასე ვთქვათ აბსოლუტური შეცვლა პოზიციების ჩვენი ოპოზიციის და სამოქალაქო საზოგადოების ნაწილის პოზიტიური მოლოდინი გაქვთ. თუმცა მაინც მოველი რომ ეს არის ის პროცესი რომელიც რაღაცნაირად უნდა პოზიტიურ გავლენას ახდენდეს ჩვენს ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაზე და არა პირიქით როგორც ისინი ცდილობენ. დიდი მადლობა ინტერვიუსთვის.